ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით კიბიშის უღელტეხილის ერთ-ერთი მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროსა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ჟიული შარტავა არის ის პიროვნება, ის ფენომენი, რომელიც იქნება სიმბოლო ჩვენი ერთად ყოფნის და ის მთა, რომელიც ხვალიდან ატარებს მის სახელს, იქნება ის სიმბოლო, იმ მწვერვალე, რომლის დაპყრობა ჩვენ მოგვიწევს. ჟიულის ოცნებაც იყო, რომ დამთავრებული ყოფა ის ურთიერთობა, რასაც ტრაგიკული ფურცლები ჰქვია ჩვენს ისტორიაში. ამიტომ სიმბოლური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს იმას, რასაც დღეს ახლა ჩვენ ვაკეთებთ. საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავას ხსოვნის უკდავსაყოფად კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობაში მდებარე აუსრელ usახელო მწვერვალს, რომლის სიმაღლე 3800 მეტრია, მისი სახელი ოფიციალურად მიანიჭება. ალპინია და 21-დან 27 სექტემბრის ჩათვლით სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება. მისი მიზანია უზრუნველყოს ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე მასობრივი ასვლების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა, კულტურულ-სპორტული აქტივობების განხორციელება, მშობლიური ქვეყნის უკეთ შემეცნება, სამთო ტურიზმის განვითარება, სამშვიდობო პროგრამების განხორციელება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. დაგეგმილია ალპინიადის ჩატარება, ჟიული შარტავას სომისადმი მიზნული, რომელიც დაგეგმილია კიბიშის უღელტეხილზე, ერთ-ერთი usახელო მწვერვალის დალაშქვრით. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებაში და სამინისტრო საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის სახელით ერთი სამთო ჯგუფის ოდენობით დავიწყებთ მწვერვალის დალაშქვრას და ჩვენი დალაშქვრით ფაქტიურად სიმბოლურად დაერქმევა მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე რთული მარშრუტი სიმბოლურად და სწორედ ამ რთული მარშრუტით შევეცდებით ამ მწვერვალის დალაშქვრას. მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესი ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო-მომზადების სკოლა, პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი, საქართველოს მთასწავლთა ფედერაცია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებენ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. ისაუბრეს ჟიული შარტავას ღვაწლზე და ალპინიადის მნიშვნელობაზე. არიან ადამიანები, ვინც ქმნიან ისტორიას. ბატონი ჟული არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საგმირო ფურცლის შემქმნელი. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს ამისთან ადამიანების ღვაწლი, ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ ამისთან ადამიანებს და დღევანდელი საღამო და დღევანდელი შეხვედრა ზუსტად ამისთვის იყო მიძღვნილი. ის მთის მწვერვალი ალბათ იქნება სიმბოლო იმ გმირობისა, რაც ქართველ ერს ბატონ ჟულის თვითონ თავისი სამშობლოსთვის მიუძღვნია. ეს არის საკუთარი სიცოცხლე და ის იქნება მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თორემ უნდა უყვარდეთ თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი და თავისი წარსული და მომავალი.